ბაჩანა როგორც ხედავთ დაგხვდით ეს აფხაზურად ეხლა ისეთი კარგი ამინდია უკვე აფხაზეთში უნდა ვიყოთ წესით ეს აფხაზური განწყობა გადმოვიტანეთ ჩვენ სამზარეულოში დადგება ეგ დღეც ჩემოლი უმასპინძლად ბაჩანა ჭანტურია ყველასათვის კარგად ნაცნობი და ერთ-ერთი საყვარელი გამორჩეულად საყვარელი ჯერ მოცეკვავე ასე ვიტყოდი მე და შემდეგ უკვე ანსამბლის ხელმძღვანელი რომელიც არის ჩემს გულთან და სულთან ძალიან ახლოს მაგრამ ამავდროულად არის ესეთი საკმაოდ ნოვატორული ანსამბლი ხო ძალიან ბევრი სიახლით და გათანამედროვებული კარგად დავიწყებული ძველი ამბებით ხო ბაჩანა მადლობა შენ ასე ეს სხვა შეიძლება უნდა ერთი რაღაც სწორად აღნიშნე ბევრი ადამიანის საყვარელი იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ არიან ადამიანები ვისაც მაყურებელი განსაკუთრებულად იყარებს ხოლმე და ბაჩანას აქვს კი ეს რაღაც თავის პიროვნული ისეთი ძლიერი მხარეები რომ მე მგონია რომ მართლაც გამორჩეულად საყვარელი ადამიანია ბევრისთვის. თქვენ კიდე მოიყვანეთ აქ და ნიუ-იორკს აჭრით ამ ვეღარ გავაკეთებ ვეღარაფერს. ადამიანი მოაცდით შემაკეთ. ნიუ-იორკს არა, ხო დავამატებთ პიტნა. ბაჩანა მეც უერთდები კომპლიმენტებს აბსოლუტურად ვეთანხმები თითოეულ სიტყვას და წინადადებას რაც ჩვენმა ულამაზესებმა გააჟღერეს. აბა მეგობრებო, რას ვაკეთებ? ესე იგი ნიორი მარტო არ იჭყლიტება, პიტნასაც ვამატებთო და რას ვაკეთებ? კინს ვამატებთ კიდე და წიწაკასაც დავამატებთ და იქ არის ნიორი ცოტა მარილი დაგჭირდება. რას ვაკეთებთ და როგორც ჩვენთვის ყველასთვის კარგად არის ნაცნობი აფხაზური და ქართული კულტურა ოდითგანვე იყო ესე გადაჯაჭვული და ერთი კულტურა გვაქვს რაც აისახება კარგად ცეკვის და სიმღერის ნაწილშიც ამაზე ბაჩანა ისაუბრებს უფრო კარგად თუმცა რა თქმა უნდა ასევე კულინარიის ნაწილში ეს სამზარეულო არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი კულტურის რომელიც არის ძალიან განთქმული კერძები აფხაზეთში ის რასაც ჩემ ბავშვობაში მე მახსოვს რაც მზადდებოდა არის ესეთი კერძი ძრძ რომელიც არის ესეთი გრილი შეიძლება ითქვას წასახემსებელი ნახე იმას უკუნემ სხვანაირად თქვა შენ ძალიან ისე თქვა და შენ ძრძ რაღაც ბოდიში ახლა ჩემი აქცენტით თქვი და ლიკუნა და ნაცხოვრებია იქ და იცის ეს ამ მხარისთვის დამახასიათებელი სამეგრელოში და აფხაზეთში ეს არის ესეთი ეს რო გააჟღერა დასაწყისში მე მეგონია რომ თაკო აურია არ ვიცოდი მართლა არ ვიცოდი აფხაზეთის შესახებ გამოკვეთილად არ უნდა ძრძ ხო რომელიც ძალიან მარტივად მზადდება ჩვენ უბრალოდ უნდა მოვამზადოთ სუნელები შევასუნელოთ მაწონი ამისთვის კი დავჭირდება ნიორი პიტნა ცოტა მწვანე წიწაკა აი ეს თანა უნდა მათხოვოთ ან ბაჩანა შენ რო დაჭრა წიწაკა და პირდაპირ იქვე მოათავსოთ თუ გინდათ ხელთათმანებსაც გათხოვებ რომ ხელი არ დაგეწვას ეს კერძი ალიკა თუ რა არის უფრო წასახემსებელია ხო ანუ აპეტაიზერია ხო ზაფხულის პერიოდშია ხოლმე რომელშიც აპეტაიზერ რომელიც შეგვიძლია რომ უბრალოდ ესედაც მივირთვათ მჭადთან ღომთან აი თქიო რაღაცეებს უხდება ან ასევე შეგვიძლია მოვათავსოთ მასში კვერცხი მოხარშული და ამიტომ ჩვენს დავადგათ და მოხარშოთ კვერცხი რა კარგია კვერცხი გვაქვს ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში რა კარგია იცით რომ ეს არის გუძვილის ბრენდი და აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი სხვადასხვა პროდუქტების არ ვიცი ჩირეულით დაწყებული მარილით დამთავრებული ამ ბრენდში ნახავთ ყველაფერს ბაჩანამ ისეთი სტარტი აიღო რომ მე მგონი ვეღარ გავაჩერებ ხო ბაჩანა ხელთათმალები მოიგო და აი ბაჩანა მად ამოისუნთქა და წავიდა აი როგორც ხელოვნება ბაჩანა თუ ისე აკეთებს კერძებს როგორც ცეკვავს და როგორი ასეთი დაუვიწყარიც არის სცენაზე მაშინ ნუ არის ბევრი კომპლიმენტი კიდევ ჩვენგან დამატებით მაგრამ ეხლა აბა სიმართლე რა არის მოყევი ბაჩანა მოყევით ან რას ამზადებ გამორჩეულად ისეთ ალბათ კარტოფილს წავს თურმე ძალიან კარგად სხვათა შორის ყველაფერს ბოზბაშიდან დაწყებული ჩიხირთმით გაგრძელებული და შემდეგ აი ჩაკაფული არის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი კერძი ალბათ ქართველი მამაკაცისთვის მაგრამ მე ვერ ვამზადებ ვერა ძალიან მარტივია იცი რა მარტივია ჩაკაფული ну принципში ახლა შეიძლება შეფებმა უცებნით ჩაიცინონ რომ რა არისო მარტივიო მაგრამ მე პირადად ძალიან მიყვარს ჩაკაფულის მომზადება და თან მიმარტივდება კიდევაც ერთი ალღო უნდა იცოდე უბრალოდ აი ეს რაღაც ტექნოლოგიური ნაბიჯები
რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. კარგად უნდა ხო, ყველაზე მარტივად ეს მზადდება, ხო? კი, ძალიან მარტივად მზადდება. ფენა, უბრალოდ უნდა რაღაც წინა პროცესის, მზადების პროცესი უფრო რთულია რეალურად ინგრედიენტების დაჭრა. ანუ იმის მერე ამის ჩაქაფულზე დადის ლეგენდები და მე ჯერ არ დამიგემოვნებია ოღონდ მეჩენა. არასდროს არ მინახავს, თვალით არ მინახავს, ურას გაკეთება ჩაქაფულზე. აღდგომა სამომყევი ხოლმე ზესტაფონში და დააგემოვნებ. მე ჩაქაფულს აი წინას აღდგომოდ ვამზადებ ხოლმე როგორც წესი მხოლოდ. ბაჩანა და აფხაზეთიდან რა არის ის კერძი, რაც აი ბავშვობიდან გახსოვს, აი სახლიდან რაღაც ისეთი არომატი, გემო, რაც აი აქედან კი ავეს მინდოდა მეკითხე, სამი წლამდე ცხოვრობდი როგორც ვიცი. 3 წლამდე კი ცხოვრობდით, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს ხან ჩემი მშობლებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა დედა მაინც ძალიან ტრადიციულად ვიყავით ხო ჩართულები იმ კუთხეში საიდანაც მოვდივართ და გვაქვს ის დამოკიდებულება და ოჯახში შენარჩუნდა ეს კი და ძალიან მნიშვნელოვნად რა ხა გებჟალიაზე მაგალითად ხა თუ რაღაცა ისეთი დღესასწაული იყო დედა აუცილებლად აკეთებდა გებჟალიას ნუ ეს იყო ჩვენს ოჯახში ალბათ ეს როგორც ღომი სამეგრელოში ასე თქვა ჩემთან ოჯახში ეს გებჟალია თავისი გებჟალია აუცილებლად ეს გქონდა ეს და ნუ ზაის გემოები ნამდვილად მახსოვს რა კარგად და რაღაცა დროები რო გადის წლების გვემატება მე სადღაცას თუ შევხვდებით ან რომელიმე შეიძლება რესტორანში ან სახლში სტუმრად და აი ბავშვური გემოები თუ გაგახსენდა ესე იგი იქ ხარ იქ მოხდი და ის გემოებია ზუსტად რაც აფხაზურ კუთხეს გახსენებს, რაც სოხუმს მახსენებს, მაგალითად რაც ჩემ ოჯახს მახსენებს, იმ ბავშვურ წლებს ყველაზე ალბათ ყველაზე თბილი ტკბილი რაც გვახსენდება, იმას მახსენებს და ეხაც რაღაცა ძალიან ისე ვარ ჩართული, იმიტომ მინდა რომ რაღაცა ძალიან გემრიელი გამოვიდეს და ნახოთ ახლა გაგვახსენებს ლიკას ეს შეგრძნებები მეყვარს და იშვიათი გახდა. ისე რეალურად ხანდახან ეხლა ხშირად არ მიწევს სამზარეულოში ყოფნა და ლიკა ეს საჩუქრად უნდა გადმომცეთ რა ცეკვებს გავს ციცილას ვაკეთებ ასევე რომელიც შემდეგ აფხაზური აჯიკით უნდა შევკმაზოთ ამიტომ ახლა ეს რაში გაახვი ანუ ეს რა არის საწყო პარკში საწყობი პარკიც არსებობს ხალხო მე ჩამოვიჭი სერიოზულად ვუფრთხილდებით ჩვენს ღუმელს აქედან გამომდინარე საწყო პარკში მოვათავსეთ თან ძალიან სწრაფად არ დაისვაროს და თან სწრაფად და თან ისეთ რაღაც გემრიელად მომზადდება დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება ჩვენს ციცილას და მე უკვე გაჩვენებთ როგორ შევკმაზავთ მას საწყობი პარკიო ანუ პირველად მე მეგონა რომ რაღაც ეს ახალი ტექნოლოგია მოიგონა ეს ცელოფანი და ჩაედნო გადამფარი არ მომიგონია ცელოფნის არომატი აქვე გვაქვს აფხაზეთში ესე იცოდნენ მეგონა რომ ლიკუნამაც აურია ბაჩანა ავისა როგორი კარგი მოფიქრება ლიკუნის ხოთაშერის კი ძალიან მარტივია შენ ხელში რა არ გვინახავს მაგრამ ეს მაინც რაღაც სიახლეა როგორი კარგი მოფიქრება ისე გეუბნება გეგონება ლიკუნამ მოიქონა არა ხამარა ნუ იყელა ახლა ამას კარგად დავნაყავ და შევმაზავ დავნაყავ ხერხვა და გლეჯვა და გაწმენდა აღარ არის მე საჭირო როგორ მიყვარს ფილთაქვაში ჩაფილთაქვება მიდი ჩაფილთაქვე თან ბაჩანას შევეკითხები აკვირს ქართული სამზარეულოს თანამ დავიწყებთ საუბარს ეს სულგუნი რატომ მიჭირავს ან მე ხელში ან ზურგს იმიტომ რომ მე მინდოდა გეტყვით მე მინდოდა მომეჭრა სანამ დაიწყებოდა რიკულა არ მომაჭრები და არ ცოცხალი თავით ესე კრუხებით აზის სანამ დაიწყე გაჩერდიო და აი მიდევს როდ ერთი სული მაქვს როდის დადგება დრო რომ ჩამოვჭრა ერთი გემრიელი ნაჭერი აი ესე გუძლის ბაჩანას მინდა ვკითხო რა რომელია კიდე ის სამზარეულო რომელიც ძალიან გიყვარს იმიტომ შენ ბევრს მოგზაურობ გარდა იმისა რომ შენ სამსაბთან ერთად ახლა მოგზაურობ შენს წინა სამსაბთან ერთად ალბათ რა თქმა უნდა გაქვს მოვლილი ხო კი ძალიან ბევრი სამზარეულო მაქვს გასინჯული მაგრამ რაღაცა უფრო ჩემთვის და ჩემთან ძალიან ახლოს არის უფრო იტალიური სამზარეულო. რაღაცა ძალიან გემოები, კი, პასტა, პიცა, ნუ ეს ყველაფერი მის სანელებლების ეთქუნა რაღაცა ჩემი პირის რეცეპტორებს და მოგიზადებია, როდისმე აი მოგზაურობიდან დაბრუნებულ სახლში გაგიმეორებია თუ არ გიცია? უფრო ხშირად სახლში არა, მაგრამ მოგზაურობაში მოგვიმზადებია. ქართული თუ? ქართულიც და არა ქართულიც. ხშირად იყო ესეთი მოცემულობა, როდესაც
ჩვენ თვითონ რაღაცა გვენატრებოდა ხა 2 თვე 3 თვე წასული ხარ ქვეყნიდან და რაღაცა გინდა რომ ეს რაღაც ქართული ის რესტორნები ხდება იქ ქართული რესტორნები მაგრამ რაღაც შენ თვითონ რო ხარ ჩართული კულინარიაში რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი უფრო გემოვები კარგად გახსენდება და მე მახსოვს ერთხელ ნამდვილად სიმართლე რომ გითხრათ ახლა გამახსენდა ჩაკაფული გავაკეთეთ ბიჭებმა ერთ-ერთი კარგი მუსიკოსის დაგვეხმარა იმიტომ რომ მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მუსიკალურად გააფორმა სრულგოლების პერიოდზე დიახ ვიხარი ვინ დაგეხმარა ასხომოს ვერ მაგართა ისწავლა და მაგრამ ისე კარგად გვახსოვს ნუ დუდუქს უკრავდა რა ზაური კაი ესე ვთქვათ კაი ადამიანი იყო და მისი დახმარებით მოკლედ გავაკეთეთ ჩაკაფული და გავაკეთეთ ის კარგად მახსოვს თან იტალიაში გავაკეთეთ რა ვაუ და დავპატიჟეთ იქაური იმპრესარიოები ვინც ასე ვთქვათ ღონისძიებას გვიგეგმავდნენ ავიც იმის მერე ალბათ სამჯერ დავპატიჟეს ქართულ რესტორანში თვითონ დავპატიჟეს ეს არის პოპულარიზაცია ქვეყნის გამოცდილება მაქვს რაღაც მცირედი ესე იგი აუცილებლად მინდა ვისაუბროთ თქვენს ვიზიტზე ჩეხეთში, სადაც საქართველოს საელჩომ ჩეხეთში და ელჩმა ბატონო რუსლან აბაშიძის მოწვევით იმყოფებოდით გასტროლზე და ხალხმა ისეთი ფურორი მოახდინეს, იმიტომ რომ ახლა იქიდან ჩამოვედი და ყველა ამაზე საუბრობს. აი არ ვიცი, რაღაცა საოცარი ფურორი სრულიად დიპ კორპუსი ესწრებოდა თქვენს კონცერტს და თქვენი შთაბეჭდილებებიც მაინტერესებს. რა ვიცი, ძალიან დამუხტულები ჩამოვედით, ხა ყოველი კონცერტი ვიცით რა, ეს ქართული ტრადიციული ცეკვების სიმღერები როგორ ნუსხავს აი მაყურებელს, ხო? ნუ მithumetes საზღვარგარეთ რა. გადაკრობას. აი ეს ისეთ მუსიკა, კოსტიუმი, მოძრაობა, სიმღერა, ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა, ყველა ცეკვას თავისი ხასიათი აქვს, ხო? თან მithumetes ჩვენ ახლა ქართული ცეკვა და სიმღერა არის ესე ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად გავცემთ რაღაცა ჩვენს ისტორიას, ჩვენს ტრადიციას, ჩვენს ემოციას. და ეს მაყურებელი იცით როგორი სცენა იყო ეს 360 გრადუსი იყო, ირგვლივ ისხდნენ და ანუ ჩვენ სცენაზე შემაღლებულ არ ვიყავთ, ანუ ჩვენ სწორებული გქონდა ყველაფერი, ანუ თანაბარი მაყურებელი იყო ჩვენს დონეზე. ამაღლებული სცენა. და აი უშუალო კონტაქტი ქონდა და ეს ემოციები, რასაც მოცეკვავები, მუსიკოსები, მომღერლები გასცემდნენ, პირდაპირ მაყურებელთან მიდიოდა. და იგზნობოდა მათგანაც ის მუხტი, ის ინტერესი. ერთი მომენტი იყო ძალიან კარგად მახსოვს მე რა თქმა უნდა როგორც ახლა უკვე კულისებიდან რაღაცას ვაკონტროლებ ხო ხან განათება, ხან გახმოვანება, იქ რაღაც არ მომწონს და რაღაც მომენტია ამერიკის ელჩი იჯდა ბატონ რუსლანთან გვერდით, ოღონდ ის პრაღაში და რაღაც მომენტში ხევსურული ფარიკაობის ცეკვის დროს ერთ-ერთ მოცეკვავეს გაეჭრა ხელი ვიცი ისტორია და მართლა მოხდა თიჩი ნუ ეს ხმალი ნუ ეს არის ამიღებულია ჩვენთან საერთოდ და ეს ამერიკის ელჩის პირდაპირ დაეცა ის სისხლი მოკლედ იმ დროს და ეს გალბატონი გაგიჟდა აბა გამოუძახეთ იმას რა ქვია სასწრაფო დროზე მოიყვა აქ კონცერტი მიდის ის ბიჭი ბოლომდე ცეკვავდა ნუ რეალურად ეხა ჩვენთვის ეს ხო, იმართლა რაღაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დატოვეს იქ ხალხი, რომლებიც იყვნენ გაგიჟებულები, რომ აი მსგავსი რამე არ გვინახავს და მაგარია, ხო, აი როდესაც სამი ბისი ქონდა. რა ქონდა? სამი ბისი იყო, ტაში არ წდებოდა გამოიყვა. 20 წუთის განმავლობაში მაყურებელი იდგა ფეხზე და უკრავდა ტაშს. და ნუ რა თქმა უნდა, ეხა მიიღებ ამ მაყურება ხელოვანისთვის ძალიან დიდი ემოციები ჩამოვედით. ძალიან დიდი ემოციები დატვირთული კი მიჩვეულები ვართ, მაგრამ ეს რაღაცა განსაკუთრებული იყო, არ ვიცი. არ ვიცი, ამ განაპირობა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალურად კიდევ ერთხელ დავწმუნდა ვიგზავნე. ჩვენ ვიცით რამ განაპირობა ტრადიცია არის. იცი რა არის მაშინ როდესაც ჩვენც კი ადამიანები რომლების გენეტიკური კოდია, ხო, ეს ქართული ცეკვა და ქართული კულტურა დაბადებიდან უყურებთ ამ ყოველივეს, მაგრამ ყოველი ხილვის შემდეგ რაღაცნაირად ტანში ჟრუანტელები გვაქვს ყველას, ნებისმიერ ქართველს და ტაში და ოვაცია და ეხა ამას რომ ადამიანი პირველად ნახულობს, ცხადია რომ მისთვისაც წარმოდგენა იქნება ქვეყანაზე, წარმოიდგინე, როგორი
თვითონ ჩვენ თვითონაც განვისვით იმას, რასაც მაგალითად მაყურებელი განის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვართ ჩართულები, ხო ეს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ცხოვრების წესია, ძალიან ხშირად. ხო, ეს უკვე უკავშირია და ამას სხვა ტიპი აქვს და ენერგეტიკა მოდის ხოლმე უშუალოდ კონცერტის დროს. პროდიუსერები სანამ ჩამოვიდნენ და შეგვიჯამეს ყველაფერი, ჩვენც მოხვდა, მანამდე უნდა გავიდეთ რეკლამაზე, ხო? კი ბატონო. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. ჩვენ დავბრუნდით ჩვენს გებრიელ ლოკაციში ერთი სული მაქვს. ნახეთ აქ რა ხდება. ტირის, ჩემს ღომში სულ გუნი ტირის, მაგრამ შენს ღომს კიდე მაგმაღოლული ეკა ეს რა არის კაცო. მუქმაღოლ. შენს ღომს კიდე ძრძე აკლია, რომლისთვისაც ბაჩანა ჭანტურია ყავს დღეს სტუმრად და მან ეს კარგად დაგვინაყა მე ზურო გააგრძელა და ბაჩანამ მე მაინც ვერ ვქენი ისე ბაჩანამ. 1 კილა. კარგი, მე ძრძს ველოდები და რამდენიმე წამში გავაგრძელოთ. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის. რო გვაქვს? აი ჩვენი დაპირებული ძრძ. ხო, ძრძის რეცეპტს ყვებოდი და მოგიყვებით, რომ არის მაწონი 1 კილო, 2-3 კბილი ნიორი დანაყული, რომელშიც დავამატეთ ცოტა მარილი, კინძი, პიტნა, დავამატეთ მწვანე წიწაკა და აქვე უნდა დავამატოთ შემდეგ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სულ ეს არის ესეთი ცივი ზაფხულის ხემსი. რა უნდა შეღებო ზურა? არა, გადყება. ცოტა უნდა ცემო. დუშეთის წიწილა, რომელიც ბაჩანა მოგვიყვება, როგორ უნდა დავასრულოთ, რომ გამოგვივიდეს აფხაზურად მომზადებული. ტაჯიკით აუცილებლად. აუ, რა კარგად დაიბრაცა ეს წიწილა. აი ეს გემოები ახლა დაამშვენებს ამ წიწილას. აფხაზურად რომ იყოს. თან ქათამი როგორი გვაქვს იცით? როგორი? დუშეთის ქათამი, რომელიც არის გაზრდილი ქართულ სიმინძე, ლაბორატორიულად შემოწმებული უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე და ჩვენს სამზარეულოში და თქვენს ესე გეტყობა რომ ყოველდღე ვაგასაკეთე. თუ თქვენს გინდათ რომ ესე მარტივად და სწრაფად იფუსფუსო თქვენ სამზარეულოში შეგიძლიათ ესე მარტივად გუდვილის ვებგვერდი გამოიყენოთ gudvili.gi ან მათი აპლიკაცია და ისარგებლოთ მიტანის სერვისით. ეს რამიეცი გეხოცები. რამიეცი დაიტანჯა ადამიანი. ამაჭკას არ მოვაკეთე. ეს ნაჭერი რომ ვიღაცამ ჩაგვიჭოს მოკვდება. აი ნახე. აჰა, ხელთათმანებით და მორჩა. აი ეგრე უნდა შეაზილო ხელით რა და ცოტა მიუტყაპუნე კიდევაც ბაჩანა. მე კი ამას გავაკეთებ, მაგრამ აქიზად ვექცეოდი და ეს ცოტა რატო დააჭერინოთ. მე კი ამას მოგიყვებით, გავაკეთებ, მაგრამ თან მინდა გაჩვენოთ ესეთი სტენდი გვაქვს ძალიან საინტერესო, სავსე, გემრიელი, სასახემსებლებით ეგრეთ წოდებული სნეკით. გვაქვს სხვადასხვა გემოებით, ის რაც ყველაფერი, ის რაც სჭირდება საღამოს ფეხბურთს, ყველა სხვადასხვა გემოთი არის, იტალიური ბრენდი არის პიკოლო, ძალიან გემრიელი ჩიფსები, სხვადასხვა კრეკერები, შეგიძლიათ დააგემოვნოთ, გასინჯოთ, არის წიწაკით, არის პაპრიკით. და ეხლა მომცა მაინც და მაინც. კი, და თან გავხსენე. ახეთ ვარ მიყუროთ წიწილას როგორ ვაკეთებ, იქით გაგართეთ. მაგრამ აქვე მინდა ბაჩანას შევეკითხო, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? სად გნახავთ თქვენი კონცერტებით? კონცერტებით, ხო. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონებში, ასე ვთქვათ, პატარა ტურნეს, მოგზაურობას, იმიტომ რომ გავაკეთეთ ახალი პროექტი, ახალი პროგრამა, რასაც დავაკვირდით აიმადარა. აიმადარა აფხაზურად ნიშნავს ურთიერთობას, კავშირს. ой, რა საინტერესო. და მოვიწვიეთ ყველა კუთხიდან ქორეოგრაფები და ლოტვარები და მათ დადგეს იმ კუთხის ცეკვები. აუ, რა მაგარია. ტრადიციული ქართული სასცენო ფოლკლორი. ეხლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა გავოცნოთ რეგიონში. აუ, რა მაგარია, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ.
ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს. ყველა კუთხის, ასე ვთქვათ, ცეკვა გვაქვს თავის ხასიათით, ნაციონალური სამოსით წარმოდგენილი და აი რამე სიახლე აქ რა არის, ვთქვათ, ბაჩანა? იცით როგორ არის? ის რაც აი აქამდე ვთქვათ, შეიძლება არის დადგმული, მაგრამ არ არის ისეთი პოპულარული და მასიური, ვთქვათ. აი მეგრული ცეკვა გავაკეთეთ. ხო. ჩვენ არ მოწვეული სტუმარია, ქორეოგრაფი, რომელმაც სამეგრელოდან ზუგდიდიდან ჩამოვიყვანეთ, გალბატონი სოფო შანავა, რომელმაც მოიტანა იდეა ის, რომ ყოფილიყო ბატონებზე დადგმული ცეკვა. ისე ცეკვა მეგრული არის. კი, არა, მეც არ მინახავს, დღეს გავიგე ბაჩანასგან და ამიტომ მინდოდა რომ ამ ქალბატონმა დაგვიდგა ესეთი მეგრული ცეკვა ია ბატონები. რამაგარი დედა ბატონების ანუ როცა ბრძანდებოდა ოქროში, შვილთან დედები მღეროდნენ, რაღაც რიტუალებს ატარებდნენ და ეს ყველაფერი გადმოვიტანეთ სცენას. ცეკვაში. დიახ, ცეკვით გაკეთდა. ასევე აჭარიდან ყავდნენ ქორეოგრაფები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ძველი ტრადიციული ფოლკლორი აიღეს და ასე ვთქვათ, გაასცენიურეს მაგალითად. ეს გურია, თითქმის ყველა კუთხე მოვიცავთ, კახეთი და ეხლა გვინდა რომ ეს ყველაფერი უფრო მეტად და ფართო მასშტაბით გავაცნოთ თვითონ რეგიონებს. და ალბათ ვფიქრობთ რომ ამ ზაფხულს აფხაზეთის ანსამბლი იმოგზაურებს საქართველოს რეგიონებში. აუ რა მაგარია, ძალიან წარმატებებს გისურვებთ. მაგარ საქმეს აკეთებთ თან კარგად, რაც თავარია. კი, და ხარისხიანად აკეთებთ. ძალიან. გულშემატკივრებთ ყოველთვის და მადლობა იმ საქმისთვის, რასაც ემსახურებთ. ხო, მე სულ ვამბობ ერთ რამეს ზურა, აფხაზეთში რო ბრუნდებით, რითი ბრუნდებით, ხო? აი ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ჩვენ ჩავდივართ, რომ ვინარჩუნებთ აი ამ ყველაფერს, ახალ სიცოცხლეს ვძენთ ესეთი ადამიანების დახმარებით, როგორც არის ბაჩანა და მოკლედ ყველაფერი იქნება კარგად ის სცენაზე. ხარდაჭერას კარგად გვახსოვს. დიდი მადლობა მინდა ესე ვთქვათ ტელევიზიაში. ეს მე მადლობა. თქვენ დიდი მადლობა. მადლობა. ამას ერთ საქმეს ვაკეთებთ ყველა. ყოველთვის ვიზახი რომ ეს ანსამბლი არის თითოეული თქვენთაგანი. კი, ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. და ამიტომ ვთქვით თქვენ დამოკიდებულებას და დიდი მადლობა. ხო და ახლა მადლობის მაგიერად ააგერა გეპატიჟებით გენაცვალე და დავიწყოთ, მაგრამ ეს ყველაფერი კადრს მიღმა უკვე. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ, გემრიელად მიირთვით და წარმატებულ დღეს და გემრიელ დღეს გისურვებთ. დროებთ. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი. 22 წელი შენი გემრიელი ცხოვრებისთვის.